ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოყვა 2025 წლის ბიუჯეტის განხილვას. პარტია ახალის წევრებმა დარბაზში არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს, რასაც ოცნების წარმომადგენლებმა აგრესიით უპასუხეს. საკრებულოს მხრიდან რამდენჯერმე შეწყდა დაპირისპირება კი შენობის ფოიეში გაგრძელდა. დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არესტებოდნენ პარტია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. მაშინ რატო არ ატახე იმ წუთას? რატომ მაინც ახლა პროცედურაში თქვენ მასწავლეთ ახლა არჩევნები ვერ წაგიკითხიათ საარჩევნო კოდექსი კარგად. ფაქტები არა გაქვს. ფაქტები ახლა თქვენ შეურაცხყოფას მომაყენებ და ნუ მასწავლეთ საარჩევნო გასწია რა ფაქტები არა გაქვს. ევთოოდირის დასკვნად თქვენებურად წაიკითხეთ. თქვენ აგერის თქვენებურად კითხულობთ იმას. საქართველოს აცილეს ვექტორს ევროპოს, საქართველოს მოუსწრეს მომავალი. აი ბავშვებს გაულახეს ეს მშობლებს გაულახეს შვილები, შვილებს გაულახეს დები, ძმები, მეუღლეები გალახეს და აი ამ ხალხს მე რაღაც მორალურ, რაღაც ვალდებულებებზე საუბრობენ და კიდე რაღაცა გვიკითხავენ სხვადასხვა სიტუაციებს. ჩვენი ადგილი, ჩვენი სიტუაცია, ჭეშმარიტი ხალხის არის ქუჩაში, ჭეშმარიტი ხალხის იმ 100,000 ხალხი ახალგაზრდასთან ერთად, რომელიც უსავალზე დგას, ჩვენს პრეზიდენტთან, ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, ერთადერთ ინსტიტუციასთან, რომელიც არის შემორჩენილი დღეს საქართველოში, მასთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ფრაქცია ახლების წარმომადგენელმა წარმოადგინა ფოტოკოლაჟი, სადაც ნაცემი დასახიჩრებული ჩვენი თანამოქალაქეების ფოტოსურათები იყო განთავსებული. ჩემი შვილი ლევან თორია, ახლა იმათ კი არ ვამბობ, ეს ცნობილია ისედაც, რომ იყო აქციის აი პირველი ტალღა, რომ იყო თავდასხმა რობოკოპების თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლების მხრიდან პირველ ტალღაში მოყვა ჩემი შვილი. და მიიღო დაზიანებები სერიოზული. ახლა რანაირი წარმოდგენა მექნება მე ახლა ამ თემასთან დაკავშირებით.